to see you, Mr. President. Er war ein sehr guter Präsident. Er wird jetzt ja, schön, dass Sie Super. განსაკუთრებულად მივესალმებით ჩვენ საბატიო სტუმარს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ როც მისი ჩამოსვლა, მისი სტუმრობა არის კიდევ ერთხელ გამოვლინება და დადასტურება ჩვენი მხარდაჭერის. 90-იან წლებში ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და ჩვენ ყველას გვახსოვს ის თუ როგორ დაუდგა მაშინ გვერდით ჩვენს ქვეყანას გერმანია იყო ის ქვეყანა რომელმაც ყველაზე აქტიური მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და ამას ქართველი ხალხი ძალიან აფასებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერა აკადემიურ სფეროში და ჩვენ მოხარებული ვართ რომ საქართველოს პარლამენტში გვყავს არაერთი დეპუტატი რომელიც ზუსტად ასე ვთქვათ ამ პროგრამების შედეგად დაეუფლა განათლებას, გაიღრმავა განათლება გერმანიაში, ისინი თავისუფლად საუბრობენ გერმანულად და ეს იძლევა ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი კავშირი და ჩვენი მეგობრობა გერმანიასთან. ეს ერთ-ერთი მათგანი ვარ, 3 წლის განმავლობაში ჰქონდა საშუალება, რომ გერმანიაში მიმეღო განათლება, გამეხვევებინა განათლება, გავსნობოდი უფრო ახლოს გერმანიას და გერმანიდან წამოვიყე მე ჩემი მეგობრები, ჩემი გერმანელი მეგობრები ძალიან დიდი სითბო და სიყვარული გერმანიის მიმართ და დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივე განცდა აქვს თითოეულ იმ ქართველს, რომელსაც ჰქონდა გერმანიაში ცხოვრების, განათლების მიღების საშუალება და ამის ბედნიერება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით განსაკვირი არ არის, რომ ჩვენთვის, საქართველოს პარლამენტისთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავება, მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავება და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტი მიიღებს ძალიან სერიოზულ ზომებს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მალევე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტში და ჩემი განსაკუთრებული ასე ვთქვათ გამოგიდებულებიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ეს ყოფილიყო ერთადერთი მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც მე პირადად უხელმძღვანელებდი. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები, შესანიშნავი დიპლომატიური, პოლიტიკური ურთიერთობები, თუმცა ის უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს პერსპექტივა, კიდევ უფრო განავითაროთ ეს ურთიერთობები, გავაღრმავოთ მეგობრობა ჩვენ ქვეყნებს შორის და ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ამ მიზანში არის ერთიანი საქართველოში ყველა პარლამენტში პოზიცია, ოპოზიცია, პარლამენტი მთავრობა, თითოეული შტო ჩვენი ხელისუფლების და ამ მიზნის მისაღწევად ბუნებრივია ყველაფერი გაკეთება, რომ გავაღრმავოთ ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო მეტად გერმანიასთან. როდესაც მინდა მადლობა გადავუხადო დღევანდელი მიღებისთვის და ბატონ როც მინდა გადავუხადო უღრმესი მადლობა საქართველოს სტუმრობისთვის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. This is my first visit to Georgia and I'm sure this is not the last one. I'm really impressed by the great hospitality and the marvelous landscape. And I just want to say thank you on behalf of my government and the German parliament, to say thank you for close friendship. And I would like to assure you that Germany will remain one of your closest partners in Europe. Let's build much more bridges between our two societies, especially the younger generation, based on common values, democracy, rule of law, and culture. And therefore, I'm very happy to see my friends of the Tutacella choir, and I'm very happy to see again my distinguished friend, Michael. It was really great to have him in my constituency, and I hope he enjoyed a little bit our hospitality. But there is a huge difference between the typical German hospitality and the typical Georgian hospitality. And it's very easy to say which hospitality is much more impressive.
Thank you very much, and thank you for accepting Madam Ambassador's invitation, and let's enjoy the music. Culture is much more inspiring than just delivering politicians' speeches. Thank you very much.